გაუმარჯოს ყველას დღეს ესე გერთვებით. მოკლედ ბოდიშით მინდა დავიწყო როგორც იტყვიან. გამომდინარე იქიდან რომ ეს ჩემი თავი საქმიანობა არ არის, ამას ენთუზიაზმით ვაკეთებ და დინამოსადმი სიყვარულით. ამიტომ ზოგჯერ იძულებული ვარ ხოლმე რომ ჩემ თავარ საქმიანობას, რომელიც პურს მაჭვერს ასე ვთქვათ, შევწირო ხოლმე ამ ვიდეოების ინტერესები. ამიტომ ეხლა უცბად ნაჩქარევად ვიტყვი რა. 4 თამაში 10 ქულა არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივი და შესანიშნავი. არა მონტეირო თამაშგარეში არ იყო. აგერ გაჩვენებთ ხაზგავლებულს. იქით ამ ხარეს მცველი იყო ჩარჩენილი, იმიტომ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა ეს მოსაზრება სოციალურ ქსელში. ხო, მოკლედ მოგება 3-2 რუსთავთან სტუმრად, სიმბოლურად სტუმრად, იმიტომ რომ გავუგოთ ამ გონცაც საკუთარ მშობლიურ ქალაქში არ თამაშობენ და ხო და კიდევ ერთი რამ მინდოდა მეთქვა მთავარი რა, რამდენჯერმე შევხვდა ეგეთი ფრაზა, რომ აი ეს რო კეცბაიას ავტორიტეტი მუშაობს. კი ბატონო, ავტორიტეტული პიროვნებაა, მაგრამ მარტო ავტორიტეტი ხო არ არის, კაცო, ცოდნას უკარგავთ, გამოცდილებას უკარგავთ. ეხლა მარტო ავტორიტეტი რო იყოს, მაშინ დაგენიშნათ ესა რა ქვია. რა ვიცი მე. ხო და ამიტომ აი ესე რა, მოკლედ გაამართლა ამ ამბავმა, ჯეჯერობით ამართლებს და იმედი მაქვს, რომ ევროტურნირებზეც გაამართლებს. გაცილებით უფრო ვიდრე წინა წლებში ამართლებდა. და შემდეგი მატჩი 16 მაისს იბერიასთან, რომელსაც მე საერთოდ არათუ ვერ დავესწრები, ვერც ვუყურებ. იქ იმავე მიზეზით, რაზეც დასაწყისში გითხარით, რომ ჩემთვის ძალიან დიდი გულის წვეტაა, იმიტომ რომ იბერიასთან მოგება ყველაზე მეტად სიამოვნებს. და შესაბამისად დინამო იბერია დინამო შემთხვევით ყველაზე საინტერესო თამაშებია საქართველოში. ხო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესეა, რას ვიზამთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ხშირად არ მომიწევს ვთქვათ ესეთი თავის მართლებები. ეხლა კი გემშვიდობებით და აბა გამარჯობა იბერიასთან. დინამო